through the fire and snow. Voices of a north in the cold wind blow. Shadows in the night, but the stars still glow. მოგესალმებით ბატონებიო. გამარჯობა. თქვენი შედევრით ასე ვთქვათ. საუბრის დირექცი. რას ვეთქვით? ამტკიცე როგორ ხარ დაყოფილი? კი, რაც ამტობს ჩაუტარდა რა გარკვეული რაღაც სამუშაოები, თავისთავად გაძლიერდა, დაემატა მოცულობა, როგორც თვითონ აუზის, ასევე პლენუმის, რამაც მოგცა სტაბილურობა. ახლა მოვსინჯეთ, გამოვიტანეთ დღეს პირველი დღეა და დავასტაბილურეთ სიჩქარე, ტყვია, შესაბამისად ვისროლეთ, კაი შედეგები მივიღეთ. ასე რომ მე რა მაინტერესებს? თავისი პლენუმი აქვს ძალიან პატარა. თავისი პლენუმი პატარა ქონდა ძალიან. და იღებს ძალიან კარგ სიჩქარეს მიუხედავად თავის პატარა პლენუმისა. კი. ორიგინალ ქართულ ვარიანტს. კი. ჩემი აზრით გრძელი ლულიდან გამომდინარე და გადამშვები და ლულის არხი თითქმის ერთმანეთზე მიჯდომი. კი. ისიც შევამჩნიე, რომ უკვე კოლბა დაყენებულმა თქმა ძალიან ბევრი ისროლა. 80-მდე დავითვალე რა. კი, კი, იქნებოდა. შემდეგ უკვე შემდეგ იწყებს კლებას მე. კი. ანუ გადახარჯვა არა აქვს ზედმეტი და რა ვიცი, კაი გვაჩვენა ჩვენ მონაცემები, ხო? მე პირადად სიზუსტეც საკმარისი იქიდან გამომდინარე, რომ სტანდარტულად ქართული ფათოფები 35-40 გასროლა საფიქსირებული მამსიჩქარით 40 ჯოულით მაგალითად და 40 ჯოულით ამიარაღმა მინიმუმ 80, იმიტომ რომ მე დავთვალე 80 გასროლა და შემდეგ უკვე აღარ გამithვლია. ახლა ჭირზე ცოტა მეტი კიდევ ისროლა რა, მაგრამ სიჩქარეს აღარ ვიყურებ. თანაბარ სიჩქარით მინიმუმ 80 გასროლა მომწია. რაც ჩემში ნამდვილად გაუწევს. სავსებით აგმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რაც იყო ჩაფიქრებული. კოლბა რამდენიანია? კოლბა არის 0.42-იანი, ანუ 420 კუბიკიანი. ხო, ასე რედუქტორი არის, რეგულირებადი რედუქტორი. როცა ასია. ადრაც 145 ვარზე ვიყავ. 140-ზე ბოლოს ჩვენ დავარეგულირეთ 140-ზე და კაი შედეგები მოგცა. რა ვიცი. ამ GSB-ს ტყვიებზე, 87-იანები ვცადეთ, გრამიანებიც ვცადეთ, ხო? კი ბატონო. აი ასე. ძალიან მაყოფილი ვარ მე პირადად. მე პირადად ჩემ დირექტს აუცილებლად დავუყენებ. კი ბატონო. ხო. რასაც ახლა ვხედავ, ეს არის ძალიან კარგი. ყოველთვის ვამხრობოდი ახლო გადამშვებს ლულასთან მიმართებაში, იმიტომ რომ ჰაერის კარგის პარაზიტული ჰაერების რა თქმა უნდა, კარგვა ნაკლებია და ამ თოფში არის ზუსტად ეს განხორციელებული ამ მოდელში, რომ ახლოს აქვს ლულა კლაპანთან. დახზე ქვემოთ თქვენი ის რა ჭიდების კი ბატონო. აქვს უკვე ჭიდების შესანახია უბრალოდ კომფორტული. კი ბატონო. ძალიან კარგი ინჟინერი. აი ასეთი გამოვიდა. ადრეობა დიდი რომ კი ზიარეთ ისროლეთ ძალიან მაგარი შედეგები და დირექტს გულპაპს ლულა რო აქვს. იშვიათად ეგეთი ლულა ფორმატებში და ჰაერის წნევაც ხდება, სიჩქარე რა თქმა უნდა სტაბილურობაც გაიზარდა. ადრეობა გაზიარებისთვის და წარმატებები. კი,